ბატონო გიორგი ეგება მოკლე პასუხი გასცემა. რა თქმა უნდა, მე პირადად დავინტერესდები გვარი მოქალაქის რა თქმა მახსოვს და რადიო იმედის ეთერშიც რო დამეკონტაქტა აღვიდგინე და მეგესმედი სხვა რადიო ყოფილა საბუთები როგორც იგი თვითონ ამბობს და მე მოვიკითხავ თუ რამ მსვლელობა მიეცა ჩვენი მხრიდან. კახით მოდით მაინც კონკრეტიკაზე ჩამოვიდეთ, ეხლა SMS-ი მოვიდა, რომ კრიტის ვადა გამითავდა რატო არ გადავყევალ ღია ზონაშიო. ეს ეთყობა მაინც საწოლების პრობლემიდან გამოდის, ხო ის? მე გეტყვით, რომ ეს არის სისტემური პრობლემა. ძალიან ხშირად როდესაც პირადად მეც და ჩემი თანამშრომლებიც დავდივარ სხვადასხვა დაწესებულებებში, ბევრი პატიმარი უჩივის იმას, რომ თქვათ ისინი არიან დახურულ რეჟიმში, ანუ იმყოფებიან საპყრობილის რეჟიმზე და ისინი არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ იმაზე, თუ რატომ შეეფარდათ საპყრობილის რეჟიმი, როდის გაუვიდათ ვადან, რატო არ დააბრუნდა. ანუ არის ერთი ვარიანტი, რომელიც შეიძლება დაასაბუთო, როდესაც ვთქვათ, კონკრეტულად არის ადამიანი, რომელიც უნდა იყოს იზოლირებული სხვა პატიმრებისგან, ან უნდა იყოს გადაყვანილი სპეციალიზებულ დაწესებულებებში, თქვათ ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, მას შენ ვერ გადაიყვან ჩვეულებრივ დაწესებულებაში და თუ გადატვირთულია ის დაწესებულება და არ აქვს ადგილი, რომელიც სპეციალიზებულია, ამ ადამიანს ტოვებ საპყრობილის რეჟიმზე, ვინაიდან იგი იქ ვერ გადაყავს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ნორმალური, მაგრამ ხდება. თუმცა პრაქტიკაში იგივე ქსნის დაწესებულებაში იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ გვისვავდნენ პატიმრები, შეგითხოვს იქნება გაგვაგებიოთ, სადამდე უნდა ვიყოთ, თუ თქვათ რატო ვარ საპყრობილის რეჟიმზე. ანუ ესეც ისეთი თემაა, რომელიც იქნება ერთ-ერთი ჩვენ შემდგომ ანგარიში, იმიტომ ჩვენ ხახან დავასრულეთ ნაწილი დაწესებულებების მონიტორინგი და ეს შეკითხვა ჩემთვის ნამდვილად არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ეს არის საკმაოდ სისტემური პრობლემა. სისტემურია, სისტემა გასარკვევია. რა მინდა აი ამ მიმართულებით კითხოთ ახლა გამახსენდა ახლა რომ გისმენდით აღდგომის კუნძულზე თუ გახსოვთ ძალიან პოპულარული წიგნი დაიწერა თავის დროზე 60-იან წლებში და ყოველ შემთხვევაში ჩვენს ყველასთვის ჩემი თაობის ხალხისთვის აღმოჩენა იყო ეს აღდგომის კუნძული და იქ ცხოვრება. ერთი დეტალი მახსოვს იმ წიგნიდან. ესე იგი ამ კუნძულზე ყოფილა საპატიმრო რომელიც ბამბუკის ხეების გაყოფილა და აი სიმბოლურად იღებოდა, სიმბოლურად იკეტებოდა და პოლიცია ყავდა ეს ჩილეს ეკუთვნის ეს აღდგომის კუნძული და სადილი ოჯახს ამოჰქონდა თურმე და ეს პოლიციელი გაუღებდა კარს, ოჯახს წევრებს თუ უნდოდა შიგ შევიდოდნენ თუ არა და გარეთ სადილობდნენ და თუ კი ცუდი ამინდი იყო ეს პოლიციელი პატიმარს სახში უშევდა წადი ისადილე და ამოდიო. ხა შევსავარ იმასაგან რომ ჩილეს კულტურა და ჩილეს ესე თქვა მასშტაბულება რაღაც დაბადონეზე არის, მაგრამ ფაქტი მაინტერესებს, აი თუ კი დაუშვათ ადგილი არ აქვს. აი ეს ციხეებს გადატენილი თუ კი არის. აი რაღაც კოეფიციენტი ციხეების, აი რაღაც დეპარტამენტი რო აქვს, ქალბატონი რო აქვს დირექტორი არ უნდა მიმართოს სასამართლოს, რომ ადგილები არ არის დაუშვათ ღია ზონაში და რაღაც კოეფიციენტი რო შესთავაზოს, რომ დაუშვათ ამ წელიწადს დახურულში რასაც კრიტის ეძახიან, მხოლოდ 200 პატიმარს მივიღებთ, ღიაში დაუშვათ 10,000. რაღაც ეგეთი რომ შესთავაზონ მოსამართლეებს, რომ მოსამართლეებმა პირდად კრიტიში გაუვიდება და ისევ იქ არის კოეფიციენტი რაღაც დაითვალოს. შორის აი ეს თემა ზოგადად გადატვირთვა იყო ერთ-ერთი ძირითადი კრიტიკა, აი ზუსტად სახალხო დამცველის კრიტიკა ერთ-ერთი მიმართულება ძირითადად ეს იყო მიმართული სწორედ გადატვირთვისგან, განსაკუთრებით რამდენიმე დაწესებულებები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვნად იყო გადატვირთული და იქ იყო ის აღნიშნული, რომ არ შეიძლება გადატვირთვაზე პასუხისმგებლობა დააგისრო მხოლოდ სამინისტროს, რომელიც ამ შემთხვევაში კურირებს საჯელახსოვრების დეპარტამენტს, ეს არის მთლიანად ზოგადად სისხლის სამართლის პოლიტიკის პრობლემა. რა თქმა უნდა, ის რა არის ხა სამინისტროს ვალდებულება აქვს პატიმარს რომ მოიყვანონ, იგი უნდა მიიღოს და ასე თუ ისე დააბინოს. სახში ვერ გაუშვეს. ისა გიორგი, ვერ დიდ პატიმრს ძალიან განათლებული და მე ვფიქრობ, ესეთი ადამიანი ბრძანდებით. კი, მაგრამ ყორყარეს ციხეს ხარ უნდა დავებსგავსოთ. თუ კი ადამიანის ადგილი არა, დასაწყალი არა გვაქვს ხალხო. რაზეა ლაპარაკი?
გამოუტანოს დაუშვას სასამართლომ გადაწყვეტილება, რომ სანამ ციხეში ადგილი არ გადაიწყვება, შინაპატიმრობაში იჯდები. რაღაც ეგეთებზე გავიდეთ, უნდა ამ კუთხით ამორჩეული ერთ-ერთი არის დავიწყოთ ეს. ახალი დაწესებულებების მშენებლობა. სანამ ის არ შედება, იქამდე პატიმრები ხო, მაგრამ ესეც არ არის გამოსავალი, ბატონო. რატომ? იყოს ესეთი გამოსავალი. შინაპატიმრობა და არ ღოცა იქ. მოთ ესე ვთქვა, რომ არასაპატიმრო ღონისძიებების გადავიდეთ არასაპატიმრო ღონისძიებებს. არის საკმაოდ დიდი პროცენტი, ვერაუდის, მაინც არის კატასტროფული გადატვირთვა რამდენიმე დაწესებულება. გადატვირთვა რო არის მეთქი გამოსავალი ხელისუფლებამ უნდა ნახოს. ხელისუფლებისა დღეს სასამართლოს პროკურატურას, ციხეების და მე მგონი არის სასაფლაოების. სწორედ ამიტომ არის ჩემი რეკომენდაცია სისხლის სამართლის პოლიტიკის გადახედვაზე, იმიტომ რომ გადატვირთვას რეკომენდაცია არა, მოთხოვნა უნდა იყოს პეტრე. რეკომენდაცია ყველაზე ესეთი ძლიერი სიტყვაა, ჩემი ხო, მოთხოვნა, თხოვნა ცოტა სხვა რაღაცა. ციხეებში ადგილი არა, ბატონო გიორგის. ეს კატასტროფა არის, როცა ციხეებში ადგილი არა და მე გეტყვით რომელი დაწესებულებები ყოლას ძალიან გადატვირთული ხო? ყველა არ არის. ბათუმი, ზუგდიდი, ასევე გადატვირთული ქსნის დაწესებულება, თბილისის ნომერი 1 დაწესებულება. ეს დაწესებულებები, სადაც ძალიან სერიოზული გადატვირთვაა. კიდე არ დაწესებულებები, სადაც გადატვირთვა მუდმივად არსებობს, მაგრამ პროცენტულად ხარ თქმა ყველაფერი შედარებით. მით უმეტეს მაშინ ბათუმის მოსამართლეებს დაევალოს ამ რეკომენდაცია გაეწიოს, რომ აი დაუშვათ ის შინაპატიმრობაში იყოს ყველა ადამიანს ბუზივერ ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულებას გადატვირთული. როდესაც ტუბერკულოზიანი არის შინაპატიმრობა მიუსაჯო, რატო უნდა იყოს კრიტიკში ადამიანი, იმის გამო რომ ღია ზონაში ადგილი არ აქვს. კიდევ პრობლემაა ძალიან ხშირად შემთხვევები, როდესაც პირს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის პრობლემა, მე არ ვსაუბრობ აქ რაღაცა რიგით უბრალოდ არ ხდება ხოლმე სასჯელის გადავადება, ძალიან ხშირია ესეც და თქვათ, მინდა გითხრათ, რომ იყო არაერთი რეკომენდაცია, თქვათ, იგივე ჩვენი მხრიდან გაკეთებული, როდესაც საკითხი ეხებოდა პატიმარს, რომელსაც ჰქონდა ქრონიკული მძიმე დაავადება, სიცოცხლისთვის საშიში, თქვათ, მას გადავადებოდა სასჯელი, ან ვადამდე ადრე მომხდარიყო გათავისუფლება. თუმცა, აქაც გეუბნებთ, აი ზოგადად მთლიანად სისტემური მიდგომა უნდა ამასაც. არ შეიძლება რეკომენდაციებით იპარგლებს. მუდმივად ციხის დირექტორი გააკრიტიკო იმაზე, რომ გადატვირთული, როდესაც იგი უშუალოდ არ არის ამაზე პასუხისმგებელი. თუ მას იქ ადგილი აქვს და ამას არ იყენებს სათანადოდ, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა. ონკოლოგიაში 4 თვე არ აგვიღე ხელფასიო და დაგვეხმარეთო, როგორ დაეხმარებით ბატონო გიორგი? აქაც რამდენიც მე ვიცი, ეს ონკოლოგიური ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია სახელმწიფო უფლებები ხო ირყევა? არა, მაგას გულისხმობ მე და აქაც ჩვენ უშუალოდ უნდა მოგმართონ მაშინ და დეტალები ვიცოდეთ. ესე ზერელეთ, თქვა, საუბარი სახალხო დამცველს, რომ თუ ჩვენ არ გვექნა დეტალები, უნდა ვნახოთ, თქვა, რითია გამოწვეული ეს 4 თვის დავალიანება, რა მიზეზით დაუხდიან ადამიანებს. ყოველ შემთხვევაში თქვა შეგიძლიათ ბატონებო მიმართოთ ოფიციალური წერილი და იმედს ვიტოვებ, რომ რა ვიცი, პასუხს ალბათ სხვა სამინისტრო მაინც მოგართმევთ. მოდით მაყურებელი შემოვიყვანოთ, ბატონო გიორგი, გისმენთ, დიახ, ეთერში ხართ. დიახ. აი უდოს თაობაზე გვინდა რომ რამდენი ხანია უდოები ეხება და არანაირად რატო არ აკეთებენ ის დეპარტამენტში დავრეკეთ რომ უდო ეხება, მაგრამ ვერანაირად ვერ შეეხებინეს ეს უდოები. ვერ შეეხებინეს. პასუხობს ალბათ. აი გავაზრო, დიდი ბაზრო, ძალიან კარგი შეკითხვაა. ეხლა რაც შეეხება უდოს ფუნქციონირებას, არაერთხელ აღვნიშნეთ ჩვენ რომ სისტემა ეფექტურად ვერ მუშაობს. ანუ გორში როდის აპირებ ჩასვლად მოკლედ კითხე, უბასხეთ რა. გორში ჩასვლა ციხე არ არის გორში. გორში არა გვაქვს ციხე, მაგრამ სხვა პრობლემებიც არსებობს. აი რა, ყველგან დადიხართო და გორში არ. გორში დროებით მოთავსების იზოლატორია, ციხე არ არის. გორში მე ვიყავი ტირზნიშიც ვიყავი და მეტეხშიც ვიყავი. ეთყობა შევკითხველმა არის ეს. აი ამ უდოებს რა უყოთ? რა შეეხება უდოს? უდო იყო მთლიანად მოთ ესე ვთქვათ, არაეფექტური სისტემა წლების განმავლობაში და ბოლო დროს ცადეს მისი გამოცოცხლება, შეიცვალა სისტემა, სამინისტროს დონეზე ამოვიდა კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს მინისტრის მოადგილე და შედარებით რამდენიმე, ასე ვთქვათ, ათეული პატიმრის გათავისუფლება დაიწყო ამ კომისიამ, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ უდო არ მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს. ანუ, იგი უნდა უდო, როდესაც ეს არის
უდო ეხება ძალიან ბევრ პატიმარს, იქიდან გამომდინარე არსებობს კრიტერიუმები, ხო? თქვათ 2/3, იქ დარღვევა არ უნდა გქონდეს, ასე შემდეგ. კი ბატონო, სისტემა არ ფუნქციონირებს. ესეც არის ჩვენი კრიტიკის ერთ-ერთი ობიექტი. როდის არის თუ არა ამის რეორგანიზაციის რაიმე პერსპექტივა ამ წელიწადს, აი უდოების სისტემის რეალური ამუშავება. და შეიძლება კანონმდებლობა უფრო დაიხვეწოს უდოსთან ეს პარლამენტარების საქმეა ესა? შეიძლება. იქ არის მაგალითად ჩვენ ვერ ხედავთ, რომ ვადებშია ძირითადი პრობლემა. ბევრი იძახის, რომ მაგალითად 2/3 ბევრია, უნდა იყოს სხვა. არა. აქ შეიძლება ამან კიდევ უფრო გააუარესოს თქო. საქმე ის არის, პარლამენტარები მუშაობენ ამაზე. აი თქვენ გაქვთ ინფორმაცია, რომ ამაზე სერიოზულად. უდოზე ბოლო დროს რაც გატარდა რეფორმა, ეგ იყო იმის ფერი არ გაკეთებულა. ესე კი არ მუშაობენ პარლამენტარები. საჭიროა, რომ უდო არის ერთ-ერთი თემა, რომელიც ძალიან ეფექტურად შეიძლება აისახოს განტვირთვაზე, ხო, საჯაროზე საუბრობთ, გეთახვეთ. ბევრ ქვეყანაში არის ავტომატური უდო. აი გეტყვით როგორ. მაგრამ თუ არა გაქვს დარღვევა და გაქვს 10 წლიანი, ანუ თავიდან როცა სასამართლო შენ მოგიჯრის 10 წელიწადს გარკვეულ დანაშაულებებზე იცი რომ 7.5-ს მოიხდი და თუ დარღვევა კი არ ჭირდება ამას მე კომისიის განხილვა გადიხარ ავტომატურად. ეს გადავიდეს პარლამენტი აი ამ კანონების არის ბევრი ისეთი პოზიტიური მაგალითი რომელიც შეიძლება დანერგო და მე აღარ იყოს ეს შემეხო არ ისე თქვენ გიწევთ ყველაფერზე ფიქრი უნდა იფიქროს ამაზე პარლამენტმა. ყოველ შემთხვევაში განწირთვის ერთ-ერთი გზა ალბათ ეს იქნება მაყურებელი შემოვიდა ისევ და ძალიან მინდოდა ახლა ამ კადრებთან დაკავშირებით ინტერნეტში გავრცელებული კადრებთან დაკავშირებით თქვენი კომენტარი ჯერ მაყურებელი შემოვიყვანოთ გისმენთ დიახ გამარჯობათ მოგესალმებით დიახ მე მოქვს ერთი შეკითხვა და ალბათ თხოვნაც მქონდა სასამართლო დავა ერთ-ერთ მსხვილ კომპანიასთან და პროცესი წავაგე მინდოდა სააპელაციო საჩივარი შეტანა შევიტანე საჩივარი და ხარვეზი დამიტკინდა ვერ მოვახერხე თანხის გადახდა ისეთი დიდი თანხა დამაკისრა სააპელაციო სასამართლომ აი როგორ უნდა მოვიქცე რა როგორ შეიძლება ასე ხო შეიძლება რომ რაღაცით დამეხმაროს სახელმწიფო ალბათ სახელმწიფო არავის არ ეხმარება ახალი გარემოება მოიწია საუბარი ალბათო უკაცრავ იცით რა არშია საქმე მაქვს მძიმე სოციალური მდგომარეობა მყავს ავადმყოფი შვილი არა მაქვს იმდენი სახსარი რომ დავუშვათ ამ დავის პროცენტი შევიტანო დიდი თანხაა ძალიან დაკისრებული და გამოდის რომ ხვდები უკანონო სასამართლოს გადაწყვეტილების მსხვერპლი დავის გაგრძელების ცნობა რომ იგეტანათ რომ ოჯახური მდგომარეობა გაქვს კი შევიტანე მაგრამ და სააპელაციო კანონ შესრულებების შეტანის გარეშე მე არ მგონია რომ გამოვიდეს თუმცა მესმის ძალიან კარგად თუმცა მე აქ როგორც ვთქვი ბაჟზე არ არის ალბათონო სამოქალაქო დავა გაქვს ბაჟი ვერ გადაიხადეთ ხო ვითხოვე განწილადებათ რომ რაღაცნაირად იქნებ დამხო ნატი სამოქალაქო დავაა როგორც მოხდა სამოქალაქო დავაა ძალიან მსხვილი კომპანია და ძალიან უკანონო განაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომ. იმდენად უკანონო რომ არ ვიცი ასეთი რაღაცა თუ ხდებოდა საერთოდ სასამართლოში შეიძლება. რამდენი იყო ეს ბაჟის თანხა? ბაჟი იყო 3000 ნუ როგორ უნდა შევიტანო ამ ხელა თანხა? პარლამენტი, ახალი პარლამენტი უნდა აირჩიოთ, ქალბატონო, აირჩიოთ ისეთი ვინც ესეთ სინდისობას არ გააკეთებს რომ ამ ხელა ბაჟები შემოიღეს. კარგი ქალბატონო, მათ არაფერი არ შეიძლება, ამას სანამ ახალი კანონმდებლობა არ იქნება მიღებული და არ გაითვალისწინებენ ადამიანების სოციალურ და რეალურ ფინანსურ მდგომარეობას. არ შემიძლია არ კითხოთ იმ ყბადაღებულ და ლეგენდარულ პანჩურების ესე ვთქვათ მასშტაბებაში პანჩურების გუხლის შეხვდარისა. არა სახუღა რო კი არა აი მართლსაოცარი ამბავი არის მითხარით რა არის ეს მოთ მე პირად როგორც სახალხო დამცველი ამას შევაფასებდი როგორც ღირსების შემლახავ მოპყრობას ადამიანს. ეხლა უყურეთ ფაქტობრივად ჩვენ დღეს ვჯელობდით ამაზე, ხო? პირი რეალურად იმ მომენტში იყო თავისუფლება აღკვეთილი, ხო? ანუ მან არ იცოდა რომ იგი გაათავისუფლეს იმ მომენტისთვის, ხო? ადგილზე იყო დაგავებული. არა, გასაგებია თავისუფლება შეზღუდული იგი იმყოფებოდა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლად. თავისუფლება შეზღუდული ჰქონდა გარკვეულწილად, ანუ მას გადაადგილების თავისუფლება რა თქმა უნდა არ ჰქონდა, იგი იმყოფებოდა შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლად და მან მას ასე ვთქვათ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ხო ხა ეს პანჩურის სახითავით თუ წკიპურტის თუ ასე შემდეგ ეს არის პირდაპირ ღირსების შემლახავი მოპყრობა ეს ერთი კი მეტი რა ხდება მე ხა მეორე მორალურ მხარეს თუ შევხედავთ ყველაფერი განხილავთ აი თქვენი სახალხო დამცველის აზრი მაინტერესებს ძალიან გავს ეს ნიურნბერგის პროცესზე ან წარმოთქულ ისეთ ლეგენდარულ ფრაზას ჩვენ ფიცის ერთგულები ვიყავით ვასრულებდით ბრძანებებს ძალიან ბევრ ქვეყანაში არის გრადაცია
თუ კი ბრძანება არის უკანონო, თუ კი კანონის მიღმა ეს ბრძანება, შენ შეგიძლია არ შეასრულო ბრძანება. აი რუსულ კანონმდებლობას საბჭოთა კავშირის იმაში როგორ იყო, იცით რომ შენ ბრძანება უნდა შეასრულო და მერე გაასაჩირო. თუ კი უკანონო ბრძანება იყო. ეს ჩემ შესაძლებელი ნაკლებია ვინ როგორ გაიგო ეს ბრძანება და როგორ გწავით, მინდა გითხრათ. ძალიან დიდი მნიშვნელობა. სამართლებრივად ეს არის ღირსების შემძლახავი მოპყრობა. თვითონ იმ პერსონაჟი, ახლა ის სოდის წარმომადგენელი ეხლა კი ჯალათის პოზაში იდგა იქა და კამერის თუ ვიდეოს წინ როგორ დააყენებს და უბრალოდ ფეხი მაგრამ ეხლა თვითონ ეს ადამიანია რეპრესირებული. აი დაკრძალეს ის ბრძანებას ასრულებდა. კი, ბრძანება დრაკონული იყო, მაგრამ ბრძანების ერთგული აღმოჩნდა. ცალკე შესწავლის თემა. საინტერესოა. ვინ გასაბრძანება? დარწმუნებული ვარ, სოდის უშუალო უფროსმა. მას ვინ დაავალა და მე ეგერ ვანჩკაზე გავდივართ. რატო შეიძლება ჩვენთან უკანონო ბრძანება აი ესე ვთქვათ ჩავიდეს ქვევით და რატომ არავინ არ პროტესტებს ამას? ხო, არა, გეთანხმებით, რომ ზოგადად ეს პრობლემაა მთლიანად, ამას თუ ჩავღუმავდებით შეიძლება. ჩავღუმავდეთ, ბატონ გიორგი. კი, გეთანხმებით, რომ რეალურად შედეგი რა მივიღეთ, რომ ვიღაცის მივიღეთ. ბრძანების შედეგად ეს არა, არა, ადამიანის ღირსება იქნა სერიოზულად შელახული. ესე დეტალებია სახელმწიფო, როდესაც აი ამას ეგუება ის სახელმწიფო, ალბათ რაღაცა გვინეა-ბისაუს და რაღაცა ამდაგარების დონეზე გავდივართ. აფრიკული რაღაც უცნაური არსებობს ოფიციალურად ლეგალური, ესე ვთქვათ, კანონმდებლობა, რომელიც ჟის გარკვეული რაღაც არსებობს მეორე კანონმდებლობა. ეს რუსები ამას ტელეფონის უფლებას ეძახდნენ. აქაც ტელეფონის უფლებამ იმუშავა. ორი მარცხაჯულება გვაქვს, ლეგალური და არალეგალური. გეთანხმებით, რომ სერიოზულ კითხვას გადავიდეთ კონკრეტული ფაქტი. რა მიხარია რომ ესეც შემზარავია ამას, რომ დაინახოს. კომიკურში შემზარავი ფაქტი. ისე ერთი ფაქტია, საერთოდ მე როგორც ჩემო თანამშრომლობამ მითხრას, დაახლოებით 1 წელიწადია აი ეს კონკრეტული ჩანაწერი დევს YouTube-ზე. ხო, მაგრამ რაღაცანებია, 1 წელია უკვე ეს. ახლა ნახება მეცილება და სადღაც გორი ბათუმში უყურებდი. არა აქ ამას მნიშვნელობა. აი ეს ფაქტი სერიოზული გაჟის საგანი უნდა ხდებოდეს. მე მგონი პირველ რიგში ამაზე პარლამენტარები უნდა დააჯდნენ და უნდა გაარკვიონ რომ მაშინ რაღაცაჭიროს. ეს მითხეს რომ ეს პირი გაუთავისუფლებია. აი ახლა ბაკუბედურმა რა დააშავა. მან ხო მხოლოდ ბრძანება შეასრულა. მან ჩაძიება უნდა დეტალებში. ეცავით რა. მე მახსოვს ის მერთო გამახსენე ერთი კაცის გვარი. ქართველი იყო ეს ემიგრანტის შვილი და თეირანის კონფერენციაზე ბერიას რო ესაუბრებოდა და ბერია ეუბნებოდა თქვენ რა გინაღლებათო კანონს თუ დაარღვევთო სასამართლო გადაწყვიტავს თქვენ ბეცსაო და ჩვენ თუ აქ რაღაცა დავარღვევთ დახვდავთ პირდაპირ ამით გამოირჩევა იცით ეს სამართლებრივი სახელმწიფო ავტორიტარული და ტირანული სახელმწიფოსაგან კანონმა გადაწყვიტოს ორგანოს წარმომადგენელი მსგავს ქმედებას ჩადის თქვენ მაინც ახლა სოდის რაღაც ეფრეიტორზე ტეხავთ ის არ არის ის დაბაშა ჩემთვის სახეზეა კონკრეტულად ის თუ რა ჩაიდინა ამ ადამიანს ის არის სვერპლი მოდით ეს შევხედოთ ხა გუბაზი თქვა ჯალათი არის მე ვფიქრობ სვერპლი არის მანქანის რაღაც ისეთი კოლოსალური მანქანა ამუშავდა ძალადობას არა მე მას სვერპლად არ ვთვლი ამ შემთხვევაში აქ ვერ დაგეცე ბრძანების შესრულება აქ სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია გასული ახლა ბრძანება რო ვიღაცა სპანხური ამოარტყა ხო არ ვიცი ასე ნებისმიერი ბრძანება უნდა შესრულდეს ეს არის ჩადებული ძალოვანებში და აი ამას როგორ ვებრძოლოთ კარგით მოდით კარგით ის არის აქ ორი მომენტია კიდე ნუ კაი გასაგებია რომ ადამიანს შეიძლება დააშავა ამოარტყა მე თან გადაღებულია ხო ეს და ეს თემა იყოს უფრო გააცნოს რომ ბრძანება შევასრულეთ ამ კუთხით შეხედეთ ხალხო ამას მან ბრძანება მიიღო რომ პანჩურები ამოარტყა და გაუშვითო ბრძანების შესრულების დოკუმენტი არის ესე ვთქვათ ატარელი მერე ზემო თქვენი ბრძანება შესრულებულია უпроსო რას დაგვაქვს ახლა ხალხო დავერწმუნეთ მასაჯულება გვდარია როდესაც ესეთი კასეტები ტრიალებს ინტერნეტში რა მასაჯულებაზე გვაქვს საუბარი არა ეს მიკვირს რომ ვთქვათ აქამდე არ გახდა განჯისაგან და 1 წელი დაჭირდა ამ კონკრეტულ 1000-ობით არის ესა გიორგი ბატონო 1000-ობითა ესეთ შემთხვევა და უკვე არის ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ თქვენს მე დარწმუნებული ვარ პატრიოტული ადამიანები ბრძანდებით აქ იმაზეც არის მოსაკითხი იცით კითხვა მაინც უნდა დავუსვათ გილაურს რატომ გააკეთა ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღო
რომ დაკავებულ ადამიანზე ურეკავს თავის კოლეგა მინის ჩემი ბავშვების მეგობარია აპატიეო რატომ დაურეკა კიდევ კარგი მე გილაურს პრინციპში ახლა უგებ მაგრამ კარგია რომ მეორე დღესვე დააწერინა განცხადება და გაუშვა მაგრამ არ უნდა დაერება იცით მინისტრთან იმის მაქსიმუმ 500 ჯარიმა ეკნებოდა მეტი არა თანაშაულებებთან გვაქვს საქმე გადაცდომა კი არა ეს სახელმწიფო მოხელე როდესაც თანაშაულს შადის ეს იგი ინკრება სახელმწიფო მაყურებელი ყავს გისმენთ დიახ გამარჯობა ხალბატონო ჩვენმა პარლამენტმა და ჯანდაცვამ გადაწყვიტა ყველაზე დაუცველი ფენას უნდა შეზღუდული ადამიანები დაეჩაგრა და ესენი არიან ბავშვები ამ ბავშვებს არ აქვს არანაირი სოციალური პაკეტი ხო დადღვევად ლაპარაკი ზედმეტია თურმე არც მეტროში და არც ავტობუსში კლასიკური ბარათის ღირსებიც არ არიან რა უნდა ქნა ჩვენ პრობლემა და თან ის ადაპტირებული გარემო რომელიც არის ის ცენტრი ისიც კი განხადეს ფასიანი და ვერ გავგეხა ჩვენი შვილები არ არიან ელენე გედევანიშვილები და არ ვითხოვ ჩვენ ყინულის მოედნების არჩენებას მაგრამ რაც არის ადაპტირებული გარემო ეს ხომ შეიძლება შევინარჩუნოთ ქალბატონო მე უნდა გითხრათ რომ ჩვენ მეურვეები აბსოლუტურად ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ ერთი თეთრი არ შემილია მე ოჯახში შევიტანო თუ კი ბავშვი არ წავიყვანე დღისენში და მე რა უნდა ვიშოვო დღეს ბავშვის საფასურით გადავიხადო გადასახადებით გადავიხადო და რა და აი უსამართლობის კასკადია თვითონ პარლამენტში აი ესე გამოდიან კრავებივით ყველაფერზე გესახლებიან და არაფერს არ აკეთებენ აბსოლუტურად და ვინ მისცა ამათ უფლება ამ ხელფასები რომ მე მაინტერესებს რა ის ერთი პარლამენტარის ყובה საქართველოს ბიუჯეტიდან აი ძალიან მაინტერესებს რომ უთუ 9 მილიონი არ გამოიძებნა ამ ბავშვების 1.600.000 საფინანსებ ჯანდაცვა კიდე ძალიან ძარცვა სუფთან ქალბატონო მე ამ პრობლემას ვიცნობ დეტალებში გეთანხმებით ვიცი ამ ბავშვების ამ ქალბატონო გასაგებია დეტალებში ვიცი და მინდა გითხრათ რომ განაცალიან დიახ დიდი მადლობა რა ცენტრზეა საუბარი აქ საუბარია დღის ცენტრებზე და უნარშეზღუდულ ბავშვებზე როდესაც გარკვეული კატეგორია დარჩა მიღმა ანუ იქ ფაქტურად რაც იყო უფასო მოთ ესე ვთქვათ გახდა ფასიანი ამაზე ჩვენ ნამუშევარი გვაქვს და სწორედ ერთ-ერთი რეკომენდაცია ჩვენი მხრიდან იქნება ის რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას და დღეს ფოთაშორის ამ თემას მე UNICEF-ის წარმომადგენელთან ერთად განვიხილავდი შეხვედრაზე რომ ჩვენ ვხედავთ ამაში სერიოზულ პრობლემას ასე რომ აბსოლუტურად ვიზიარებ მე ამ ქალბატონის მიერ მოწოდებული ვიცი ძალიან კარგად სიღრმისეულად გვაქვს ეს საკითხი შესწავლილი და ჩვენი რეკომენდაცია სწორედ იქნება ერთ-ერთი რომ ეს პრობლემა მოგვარდეს მაინც იმ ვიდეოს უბრუნდები კაცო ახლა ვიხსენე ვერ თარგმნე ქართულად წელესნაირ ნაკაზანია ქართულად არის ესეთი სამართლებრივი ტერმინი ან იურიდიული ტერმინი ეს სხეულის დაზიანება არა სხეულის დაზიანება არა წელესნაირ ნაკაზანია მეფის რუსეს რო გარეს რასაც სკოლის ეხა მივხვდი ხო ანუ ფაქტობრივად ფიზიკური დაჟა კი ხო ესე იგი ფიზიკური ტკივილის მომდანი დაჟა რა ვიცი არა ესეთი არა ეგ პირდაპირ ბოლო დროს იყო სკოლებში იყო ევროპის ქვეყნებში 70-იან 80 წლებში შემორჩენილი, როდესაც ხდებოდა მოსწავლეების დაჯდა და ევროსასამართლო პრაქტიკა დაადგინა როგორც სწორედ ღირსების შემლახავი მოპყრობა. იქ იყო სპაჩერს 70-იან წლებში კუთხეში დაყენება იყო ან ფანჯარასთან ზურგშექცევით თუ რა. ეს აღარ არსებობს. ფიზიკური დაჯდა იყო სპაჩერს მე-19 საუკუნეში ინგლისში და როდესაც ის დაიწერა ძალიან საინტერესო მოთხრობა ამაზე. აი ერთ კვირაში ღიად კანონის დარღვევა რაც იქნება. ერთ კვირაში ინგლისის პარლამენტმა აქცია ბავშვების დაჟა ესე ვთქვათ სკოლებში, მაგრამ აი წელესნაირ ნაკაზანია როგორც ჩანს ეთყობა არ არის ჩვენთან ეს კანონი ამის გრადაცია ამ ტერმინისა და ეს აჟელის ახალი ფორმა შემოიყო როგორც ჩანს ჩვენმა ძალოვანმა უწყებება ოსტოს კანონით გაწერილი არ არის მაგრამ ახალია შემოღებული და ეს ნორმაა როგორც ჩანს ბადოგერგი აი შვენიერი მინდორი გაქვთ პულს შეჭამს ამაზე რამდენიმე მეცნიერი დისერტაციებს დაიცავს ამაზე რომ ჩვენთან აი საქართველოში შემოღებული იქ და საჟელის განსაკუთრებული და ორიგინალური ფორმა და თან ეს თურმე ვიდეოთი აუცილებლად უნდა გადაიყო როგორც ჩანს ეს ვიდეოებით ამ კადრების ატანა ზევით და ზევით ეს წესი არის და უბრალოდ ეთყობა ვინმე ცოლმა საყვარელმა გაიტანა ეს და საერთზე გამოდიოდა როგორც მე მითხრას ერთი წლის უკან ეს ვიდეო რგოლი იდო ვებზე, ვებგვერდზე და ძალიან მარტივად შეიძლება და აი თქვენ თუ იცოდით ხება წარმოგვიდგენ არ ხდება, მაგრამ ცოდნიათ ვიღაცებს ნანახიც ჰქონდათ როგორც ჩანს. მე გუშინ ვეზიარე ასე ვთქვათ ამ ვიდეო რგოლს. ეს
მართლა სერიოზული რაღაცა რომ სასჯელის ახალი ფორმა შემოღებული იქნა ევროსაბჭოს ქვეყანაში. ჩვენთან არის პანგურის თუ პანჩურის ამოტყვა. საინტერესოა ისე აი აზერბაიჯანში რაიმე არა ეს რა რაც შეეხება ფიზიკურ ზემოქმედებას ხო იგივე მოდით სხვა თემები ავიღოთ თქვათ როდესაც პატიმარს მიაყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას იმისთვის რომ მან თქვათ რაღაცა დააშავა არსებობს გარკვეული ზომები ხო დისციპლინარული ზემოქმედების თქვათ ადმინისტრაციული ზომები სხვადასხვა კარცერი რისთვის არის დაწესებული კარცერი ეს კი მაგრამ იქ ძალიან უშუალოდ უხეში ფიზიკური ძალის გამოყენება ხო არ ხდება ცემა ხო არ ხდება ცემა ესაა შუა საუკუნეები ამოვიდეთ იქედა ხო ჩვენ ეთყობა უბრალოდ გვაქვს ანგარიში რამდენიმე ფაქტი მოყვანილი სადაც ფიზიკურ ზემოქმედებას ჰქონდა პირდაპირ ცემის ფაქტები იყო ცემის ფაქტები დიპლომატი იყო და იშებოდნენ ან იხილებოდა ეს საკითხი ხო მაგრამ ეს რომ კანონის რანგში აყვანილი პანჩურის ამოტყვა და თან პლუს ვიდეოთი გადაღება ჩვენთან კანონში ეს სამართლის კოდექსში არის თქვა ცნება არადამიანური მოპყრობა ხო იქ საუბარია გარკვეული ტკივილის მიღენებაზე ამ შემთხვევაში სად მივდივართ ჩვენ მივდივართ ღირსების შელახვისკენ იმიტომ რომ ხო ღირსების რეალურად ახლა შეიძლება ტკივილი თუმცა რაც შეეხება იმას როდესაც თან ეს კადრები ხდება საჯარო და თქვა მთელი ქვეყანა ხედავს რომ ვიღაცამ შენ ამოგარტყა პანღური ამ შემთხვევაში ცხადია რომ ეს არის ძალიან უხეში ფორმით ადამიანის ღირსების შელახვა რაც არის ასევე რა თქმა უნდა იგივე ევროსასამართლოს პრაქტიკით მესამე მუხლის დარღვევა იმ შემთხვევაში თან პირი იყო თავისუფლება შეზღუდული ამ მომენტში ეს არის ამოსავალი წერტილი მან ჯერ არ იცოდა რომ მას ათავისუფლებდა ხოლო ამის შემდეგ ადამიანის ღირსების შელახვის გეთანხმებით აბსოლუტურად ის აი ეს შეფასება თქვენი გავამიჩნოთ მე გულისხმობ აი ძალოვანებში არსებობს თურმე არაოფიციალური დაჯის მეთოდი რომელიც ფირზე უნდა აღიებეჭდოს ეგ არის უკანონობა და არის ძალიან მკაცრი რეაგირების თემა რაში გამარკვევთ ვანომერების შულმა რატო დაურეკა და რატო უთხრა რომ პანჩურები ამოაწყდა და გაუშვით მე ვერ გეტყვი არა ეს ფაქტია ხო მოხდა კაცო თელმა თბილისმა იცის რომ ვანომ სიმან დაურეკა გილაურმა ვანომდა პანჩურები ამოაწყდა და გაუშვით გიორგი გავაცლები ზომიკო ძალიან ბევრი რამე შეიძლება სოფლიოში აქაც გაგვეცინება რომ აი ესეთი დაშის მეთოდები არსებობდა საქართველოში ჭელესნერ ნაკაზალია ეს იყო რუსეთში შუა საუკუნეებისკენ მე-19 საუკუნეში საქართველოში ხდებოდა გაროზგვა იყო აი რუსეთი გაროზგვა ტკივილს გაყენებდა აქ სხვა თემაა ცოტა ეხლა გაროზგვა რეალურად რაზე იყო გათვლილი ღირსების შელახვაზე არ იყო სერიოზული ტკივილი გაგებოდა შიშულ ტანზე რო გაგროვდა გეთანხმებით იმას სხვა დატვირთვა ჰქონდა აი ძალიან კარგია ყოველ შემთხვევაში ხომ აღიარებთ რომ რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენ ეს ამ ფაქტზე ბევრს ვიცინებთ რომ ესეც საინტერესო თემაა ზოგადად ამაზე დისერტაციები დაიწერება გვირდებით მოდით მაყურებელი შემოვიყვანოთ დიახ გისმენ დიახ გამარჯობათ ისმის მა კი ბატონო გიორგი დიახ რუსთავი 2 შენობასთან აშენეს ის მოსაცდელი როა იქ რომ მიდიხართ პაემანზე და სანამ ხალხი გარეთ დგავათ რიგში ერთ ხანსიას ხან რაღაცა რომ რიგი დავიცვათ როგორც კი ის კარები გაიღება და შიგ ხალხი შეცვლიდება ვინ ვის აზის ვინ ვის გვერდებს უმპრევს ვინ ვის ნეკნებს უმპრევს არის ერთი ჭიდაობა არის ერთი ამბავი რომ ყველა მოვახერხოთ როგორმე ჩვენი პატიმარი ვნახოთ ნუ თუ არ შეიძლება იქ გაკეთდეს თუნდაც რიგის დასამონტაჟებელი აპარატი რომ მივიდე და მე ავიღო ჩემი რიგი როდის მომიწევს და იქ არ შეიძლება თუ ციხეებით არის სავსე და ის არის აბსოლუტურად ჯარისკაცები თუნდაც ჯარისკაცი დადგეს და რიგის მიხედვით ადამიანი რომ მივა 7 საათზე 8 საათზე 4 საათზე მიდიან განან რიგში ყინვაში რომ შევიდეს და პლუს ამაზე მეტი დამცირება რა გინდა რომ შენ მიდიხარ ერთმანეთს ულანძღავთ ჯერ მარტო მე ერთმანეთს უნგრევთ გვერდებს ზოგ ასაცმელი გვაქვს შემოხეული გასაგებია ქალბატონო პრობლემა გასაგებია მე მგონი ქალბატონო ძრო გვაქვს ძალიან ცოტა დიდი მადლობა ერთი რაღაცა იქ არის პატიმარი მანუჩარ მენაბდე რომელსაც აწუხებს ღვიძლი ნახველი კუჭი განცხადება დღეს ოფიციალურად შემოვიტანე ითხოვდა კატეგორიულად ეს ადამიანი დამისვით დიაგნოზი
დღეს მას დედაყავს გაჭირებული, რომელსაც აქვს ცალი თირკმელი, არის დიაბეტიანი, ჩამოდის აჭარიდან. ქალბატონო, ჩვენ მოგმართეთ თქვენ ამ. მოვიტანე ოფიციალურად. ძალიან თხოვს. კი ბატონო, არა, მიეხედება. ქალბატონო, 2 წუთი დაგჭა რა. გუშინ ხო შემოხვედი. დიდი მადლობა. ერთი წუთი დამატებით. ქალბატონო, არა გვაქვს დრო ამდენი კაცო. ამ კაცს აქვს 9 წელი, მოხდილია 7-ზე მეტი. მოხდილია 7-ზე. ვადამდე ადრე განთავისუფლდა, ეს არის დაზიანე დაავადებული. ძვალი და წყავია დარჩენილი. კარგით ქალბატონო, დიდი მადლობა, დიდი მადლობა. ქალბატონო, რა თქმა უნდა, მიხედოთ ძალიან კაი რომ თქვენ ჩვენ მოგმართეთ ოფიციალურად, ჩვენ მივაქცევთ ყურადღებას ბატონ მენაბდეს. მენაბდეს მიხედეთ და რამე რაც შეეხება იმ რიგის ბარდაგი არის. ეს ხო ციხის ადმინისტრაცია. ეს ყველა დაწესებულებაში არ ხდება. არა, თუმცა არის იქაც იგივე წეწვაგლეჯვა იყო. ამას ჩვენ ვეცდებით რომ რამენერად ეს პრობლემა მოვაგვაროთ. კარგით და გიორგი, არ შემიძლია არა კითხოთ, აი და დღეს ერთი ნახევარი მელაპარაკა, თუ არ ავსდებით ხოროწოდან იყო ქალბატონი ჩამოსული, მისი შვილი მოუკვლიათ, იგი დაცვაში მუშაობდა მგონი საპატრიარქოსი და პოლიციელს მოუკლია. გვარი არ მახსოვს საუბედრო, დღეს უნდა ყოფილიყო სასამართლო, კვლავ გადაიდა და მე მთხოვდა ეს ქალბატონი რომ მე ვერ ჩამოვდივარო ყოველდღე თბილისშიო და ერთი შვილი მყავდა მომეკლესო და ვინმე მიხედოსო ამ საქმესო სახალხო დამცველი ხარ ეგება აი ამ საქმეს მესმის მე და ჩვენ ყავს ზუგდიდში წარმომადგენელი ბატონი ბაგრატი ხირეა ეს ამაბატეა ცა გიორგი ჩამოსulis პრობლემა თუ არის ამ შემთხვევაში ეს ქალბატონი ხოროწყდა ზუგდიდამდე 1 საათნახევრის გზა არის და საკმაოდ შორსაა თბილისზე ახლოს არის კი მაგრამ ამ აი ცნობილი ფაქტია საბურთალოზე რომ მოკლეს არ მახსოვს მეგრული გვარის ეს იყო და მან რა პრობლემა იყო არ დაისაჯა ეს ადამიანი არა და სასამართლოს თუ გადადებაზე დღეს ყოფილა 12 საათზე დანიშნული ჩამოსულა ეს ქალბატონი და ნუ რა მიზეზით გადაიდო სასამართლოს ხო მე ნამდვილად არ ვიცი გულწრფელად გეუბნები ნამდვილად არ ვიცი ძალიან მთხოვა რომ ეგებო ვინმე მიხედოს თბილისში ამ საქმეს უბრალოდ ამას დაგიბარებთ რომ გადმოგეცით რომ სახალხო დამცველი ხარ თქვენ უნდა ზრუნავდეთ დაჩაგრულებზე და გაწვალებულ ადამიანებს და ჩვენ უყურადღებოთ არ დავტოვოთ არც თქვენ ციცით ახლა სამწუხაროდ არც ისე ბევრი ვართ პრობლემა ძალიან ბევრი გვაქვს მართლა და იმხელა დაფინანსება გაგიკეთეს ბატონ გიორგი მოიმატეთ შტატ იგაცო მოიმატეთ ხო მოგემატეთ აბა რაღაცა თუ ეს მგონი 2013-დან არა 130,000 ლარით მეტი გვაქვს მაგრამ მონიტორინგი გავაძლიერეთ და შესაბამისად დამატებით ხალხი უნდა ავიყვანოთ კიდე და აიყვანეთ სამჯერმეც დავდივართ ციხეში კიდე და ანუ ასე ვთქვათ დამატებითი აპარატი ამდენად ჩემს მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში არ არის უბრალოდ საქმე ის არის რომ ძალიან უნდა კარგად გადავანაწილოთ იმას ვიტყვით რომ გადავანაწილებთ აგერ თქვენ ქებაში არიან სულ თქვენ იმედი გვაქვს რომ კარგი სახალხო დამცველი ხართო მეც მინდა შევუერთდი ამ ადამიანის იმას განწყობას და მეც მაქნას გიორგი რომ მე და თქვენ აი თეორიული მსჯელობა გავაგზავნოთ ქონდა იყო თუ არა ეს ჭელესნაი პარიჟინი თუ რაღაც თავთაგვარი რეს არა მართლა წლები გავა და ეს ვანოს ეს ბრძანება ალბათ აი ოქროს ასოები ჩაიწერება ამ ეპოქის აღაროსხვის დროს მოერდი პაჭვი აღგვარწკე და გაუშვით ნუ რა უცნაურობა კი ძალიან მინდოდა შეკითხოდით ასევე აი რადგან თეორიულ მსჯელობაზე გადავედით ეს მეგონა რომ აი რა სამკვდრო სასწავლოდ შეებრძოლებოდნენ ისეთ ფენომენს როგორცაც რასაც ქვია კანონიერი ქურდები და თურმე ვიღაცა კანონიერი ქურდების ოჯახის წევრს გადაუხდია უზარმაზარი თანხა იმ ფელდმარშალ ბორისოვისთვის რომ რაღაც არ შეიძლება ესეთი რაღაცები ხდებოდეს არ მესმის რატომ უნდა იხდიდნენ კრიმინალები ფულს რომ ქართველი ჯარისკაცი ფიზდადებული სამშობლო დამცველია მისი ცხედრის გადმოტანას სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს თავდაცვის სამინისტრო უნდა ახერხებდეს ამას და არა ქურდები რა არის ეს რა სახელმწიფოა ეგრეთ თქვენი პასუხი გასაგებია დიდი მადლობა ბატონი გიორგი ტუღუში გახდა ჩვენი სტუმარი დიდი მადლობა რომ გვისმენთ დაგველოდეთ საინფორმაციო შემდგომ ეს ფინალი თქვენს თუ ხო პროფკავშირების ლიდერი გვეყოლება და ეგება იქ გავარკვიოთ რა უფლება აქვს ადამიანებს ხო შრომით ისე თეთრი ლაქა იქაც ბარდაგია სახელმწიფო საწარმოებში დიდი ბარდაგია ამხრეთ მან ჩვენ ვერევით აქტიურად კი დაიწყეთ რა თქმა უნდა როდესაც მოგმართავენ და თქვა სახეზე დღეს ნაგვის იმან რა ქვია გამტანმა მთხოვა ეგება როდისმე დადგეს საკითხი რომ გადაწყვეტა ჩვენ არ შეგულებებში გაგვიშვებეთ თუ არა დასვენება ჩვენს ჯერ არ მოსულების დღეები არ ქონია თუ
შეგულებებიც არ ქონიათ. აი ძალიან საერთოდ ვაშკაცი ბიჭი. თან სახელმწიფო შეფროსის თანამშრომლები არიან, იმიტომ რომ იქ სახელმწიფო წილია მე მგონი. ხო, და გასარკვევია ეს. უნდა მოგმართო. სვავით უფლებები მანდაც ირკვევა. ისე როგორც ყველგან. დიდი მადლობა, გიორგი. ძალიან გამიხარდით, გულწრფელად გავუნებით, რომ გვესწავლეთ საინტერესო თემებზე ვისაუბროთ. მიხარია. მადლობთ, დაგველოდეთ ბატონებო, მეორე ბლოკი პროფკავშირულ პრობლემებს მიეძღვნება. გმალოთ.